შვეიცარიული ბანკის კრედიტ სუისის ირგვლივ სკანდალი გორდება. ეს ბანკი მრავალი წლის განმავლობაში პოპულარული იყო უკრაინულ ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტაში. გაირკვა, რომ წარსულში კრედიტ სუისს იყენებდნენ არამხოლოდ საეჭვო ოპერაციებისთვის, არამედ ის ფაქტობრივად მესამე რაიხის ჩრდილოვანი ხაზინის ფუნქციას ასრულებდა. საინტერესოა, როგორ ეხმარებოდა 150 წლიანი ისტორიის მქონე ბანკი ნაცის დამნაშავეებს, რომ გაქცეოდნენ მართლმსაჯულებას. ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული საკრედიტო ფინანსური გიგანტის მტვრიანი არქივებიდან მეორე მსოფლიო ომის ბნელი საიდუმლოებები ამოიღეს. კრედიტ სუისის ბანკირები არამხოლოდ ასპონსორებდნენ SS-ის წარმომადგენლებს, არამედ ეხმარებოდნენ კიდეც ლათინურ ამერიკაში გაქცეულ დამნაშავეებს მრავალი წლის განმავლობაში. სიმონ ვიზენტალის ცენტრის გამოძიებამ ამერიკის სენატამდე მიაღწია. მისი შედეგები შოკის მომგვრელია. აბრაამ კუპერმა, სიმონ ვიზენტელის ცენტრის გლობალური სოციალური ქმედებების პროგრამის ხელმძღვანელმა სენატში გამოსვლისას განაცხადა. წინამცდელობები გამოგვეწია შვეიცარიული ბანკის როლი იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ არასრულყოფილი, რადგან არ მოიცავდა ნაცისტებთან დაკავშირებულ ანგარიშებს, ყალბ კორპორაციებს და ფინანსურ ქსელებს, რომლებიც ეხმარებოდა ნაცისტებს დაემალათ თავიანთი კრიმინალური შემოსავლები და გაქცეოდნენ მართლმსაჯულებას. კრიმინალური შემოსავლები იმ ებრაელებისთვის წართმეული ფულია, რომლებსაც სიკვდილის ბანაკებში აგზავნიდნენ. მანამდე გამოვლენილ ანგარიშებს დაემატა ახალი სიის 890 ანგარიში. ებრაელთა მსოფლიო კონგრესის შეფასებით ნაცისტური გერმანიის მეთაურების და მათი ოკეანის გაღმა ყოფი წამქეზებლების ანგარიშებზე 5 მილიარდზე მეტია დარჩენილი. უფლებადამცველის და იურისტის ნილ ბაროფსკის თქმით, თითქმის დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ანგარიშებიდან უხდიდნენ ქრთამებს ფრანგ და შვეიცარიელ მოხელეებს, რათა მათ გზა გაეწმინდათ ნაცისტის სამხედრო დამნაშავეების ფუფუნებასად და უზრუნველად ცხოვრებისთვის არგენტინაში, მათ შორის იყვნენ ადოლფ ეიხმანი და იოზეფ მენგელე. სწორედ არგენტინულ სიაში 12,000 ნაცისტის შესახებ აღმოჩენილი მონაცემები იქცა ამოსავალ წერტილად გამოძიებისთვის, რომელიც კვლავ ევროპაში ერთი შეხედვით ნეიტრალურ შვეიცარიაში დაბრუნდა. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი დიტერ რაინიში ამბობს, რომ ამასთანავე შვეიცარია იყო თავშესაფარი ნაცისტის სამხედრო დამნაშავეებისთვის და იმ მარშრუტის ნაწილი, რომელიც მათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაქცევისთვის გამოიყენეს. დღეს კი ბანკი ცდილობს როგორმე დამალოს ჰოლოკოსტში თავისი მონაწილეობის კვალი. კრედიტ სუისის ახალი მფლობელი კომპანია UBS-ი ყოველხრივ ცდილობდა დაებლოკა გამოძიების წვდომა საარქივო მონაცემებთან, რასაც უკვე უწოდეს ისტორიული სირცხვილი. აიოვა შტატის სენატორმა ჩაკ გრესლიმ განაცხადა, რომ გამოძიებამ ასეთი შეზღუდვის პირობებშიც კი გამოავლინა ნაცისტებთან დაკავშირებული მანამდე უცნობი 100 ანგარიში. 2020 წელს ბანკი დათანხმდა ნებაყოფლობით გამოძიების ჩატარებას მას შემდეგ, რაც მას თავს დაწყდა ნაცისტებთან თანამშრომლობის მრავალი ბრალდება, მაგრამ ვალდებულებები არ შეასრულა. პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის დეპუტატი გურან ლინდმანი ამბობს, რომ შვეიცარია მესამე რაიხის ოქროს დიდი რაოდენობით ყიდულობდა. თუკი დღეს პოულობენ ფინანსურ სახსრებს, რომლებიც იმ დროს არის მოპარული სხვა ადამიანებისთვის, ისინი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ მფლობელებს. სენატის ხდომა და მოსმენა მხოლოდ შესავალია. ფინალური წერტილი გამოძიებას დაესმება ზაფხულში, საბოლოო ანგარიში კი წლის ბოლოს გამოქვეყნდება, თუკი, რა თქმა უნდა, კორპორაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობისთვის თავის ასარიდებლად კიდევ რამეს არ მოიმიზეზებს საბანკო საიდუმლოს დაცვის საბაბით. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კիր სტარმერი ქვეყნის პარლამენტში გამოკითხეს. დეპუტატებს აინტერესებდათ იცოდა თუ არა მან, როდესაც პიტერ მანდელსონი შეერთებულ შტატებში ელჩად ნიშნავდა, რომ ის ნახსენები იყო ეპშტეინის ფაილებში. შეუძლია თუ არა პრემიერ-მინისტრს გითხრას ნახსენები იყო თუ არა უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური შემოწმების დროს დოკუმენტებში, რომ პიტერ მანდელსონს კავშირი ჰქონდა პედოფილ ეპშტეინთან, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ დიახ, შემოწმებისას ეს ფაქტი გამოვლინდა. მანამდე გარდიანი წერდა, რომ სტარმერმა შესაძლოა დაკარგოს თანამდებობა იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებში ახალ ელჩად დანიშნა ადამიანი, რომელიც ეპშტეინის სკანდალებში იყო გარეული.
Washington Times-ი წერს, რომ ამერიკული სამხედრო ტექნიკა არქტიკის ყინვებს ვერ გაუძლებს, ვიდრე ვაშინგტონი აცხადებს, რომ სურს არქტიკაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება რეალობა გაცილებით რთულია. Washington Times-ის მონაცემებით, ამერიკული ტექნიკა უბრალოდ ვერ უძლებს პოლარულ ყინვებს. დრონების ბატარეები წუთებში ჯდება, ძრავი და საწვავი იყინება თვალსა და ხელშუა და შეერთებული შტატების ხმამაღალ სტრატეგიულ ამბიციებს სერიოზულ ტექნიკურ პრობლემად აქცევს. მოსკოვში BBC-ს მთავარი ჟურნალისტი სტივ როზენბერგიც კი აღიარებს დასავლეთის მარცხს. რუსეთი რჩება გაუგებარ და უსიამოვნო ქვეყნად, მისი სუვერენული გზა მხოლოდ რუსოფობიას იწვევს, დრო კი მოსკოვზე მუშაობს, რაც იმის ლამაზი სიტყვებით აღიარებაა, რომ რუსეთის პოლიტიკის გადაკეთების მცდელობა კრახით დასრულდა.